შემოგვერთა სტუმარი, ფსიქოლოგი პროფესორი თეა გოგოტიშვილი, დილამშვიდობისა თეა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. მაყურებელს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ინიციატივით სტიქიით დაზარალებულებს გაეწევათ უფასო ფსიქოლოგიური დახმარება და სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენ. თქვენ წარმოადგენთ ამ ინსტიტუტის დამფუძნებელი ბრძანდებით და მოგვიყევით რა ფსიქოლოგიური დახმარებაზეა კონკრეტულად საუბარი და შემდეგ უკვე სხვა საკითხებსაც შევეხოთ. პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოუცხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა ძალიან მძიმე ჯამს განიცდის, დაღუპულები, დაზარალებულები, ძალიან მართლა სერიოზული განსაცდელი აქვს ჩვენს ქვეყანას და მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი არის მზად თავისი წვლილი შეიტანოს იმ საერთო საქმეში, რომელიც ერთმანეთის მხარდაჭერა და დახმარებაა. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები, რომლებსაც ევროპული აკრედიტაცია გვაქვს, ევროპული ცენზი გვაქვს და დავაარსეთ ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და საკმაოდ ცნობილი მიმდინარეობა არის, მოდალობა არის ფსიქოთერაპიაში, გეშტალტ თერაპია და ჩვენ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესვეურებმა პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა, რომელმაც შემოიტანა საქართველოში ეს მიმართულება, მეც თანადამფუძნებელი გახლავართ, 2012 წელს გავხსენით ეს ინსტიტუტი, ვინაიდან საერთაშორისო ევროპული სტანდარტების მიხედვით ყველა ფსიქოთერაპიულ მეთოდს აქვს თავისი ეროვნული ფსიქოლოგიური ინსტიტუტი, ამიტომ მას ქვია საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი, ვინაიდან ევროპაში რეგულაცია ამ ფსიქოთერაპიული მუშაობის სწორედ ეროვნული ინსტიტუტების მეშვეობით ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი ამ სფეროში, რომელიც სიტყვით მკურნალობას გულისხმობს და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ამ მსოფლიოში, უნდა იყოს დარეგულირებული და ამ შემთხვევაში მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს მაღალკვალიფიციური დახმარება და გამორიცხული უნდა იყოს ზიანის მიყენება, იმიტომ რომ არავნოს პრინციპი აქ არის უმთავრესი, ისევე როგორც მედიცინაში. ამიტომ ჩვენ ორს გვაქვს ევროპული აკრედიტაცია, უკვე ჩვენი ინსტიტუტი პირველი არის, ვინც ევროპულ ამ პროფესიულ თანამეგობრობაში მიიღეს, ჩვენ ასოცირებული წევრები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ესეთი სერიოზული განსაცდელი დგას, ჩვენ დავეხმაროთ ჩვენ თანამემამულეებს, ჩვენ დღეს დავამზადებთ სოციალურ გოლს, სადაც იქნება ჩვენი ტელეფონი გაჟღერებული 214-0660 სამუშაო დღეებში 10-დან 6 საათამდე იქნება მოწოდება მსურველებმა დაგვირეკონ და მათ გაეწევათ უფასო ფსიქოლოგიური დახმარება. ეს არის იქნება სატელეფონო დახმარება თუ უკვე ეს იქნება ადგილზე, ძალიან სრულფასოვანი ფსიქოლოგიური დახმარება, საჭიროებისამე ფსიქოთერაპია, რომელიც უფრო ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ მუშაობას გულისხმობს და არა ერთჯერად კონსულტაციას. ამიტომ ამ ტელეფონით რომ დაგვირეკავენ, ჩვენ შეუთანხმებთ მას დროს, იქნება მიბრძანდებით თქვა თუ დაიფარებთ. ეს არის ჩვენი ცენტრი, სადაც იმუშავებენ აი ამ ცხელ ხაზზე, სამუშაო დღეებში, სამუშაო საათებში და იქნება შედგენილი უკვე განრიგი მიღების, სადაც ჩვენ ვიმუშავებთ ადამიანებთან და ძალიან მნიშვნელოვანია ისიც აღვნიშნოთ, რომ ის ადამიანები, ვინც იქნებიან ჩართულები ჩვენი ინსტიტუტის კოლეგები, ყველას ჩვენგანს ყავს სერიოზული უცხოელი სუპერვიზორი. ეს საქართველოში სამწუხაროდ არ არის ჯერ დანერგილი პრაქტიკა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რთული შემთხვევები, რომლებზედაც მუშაობს სპეციალისტი, რთული შემთხვევების განხილვა, რა თქმა უნდა, ანონიმურობის დაცვით, ჩვენს მაღალკვალიფიციურ შესაბამისად სუპერვიზიაში აკრედიტაციის, ანუ ლიცენზირების, ქართულ ენაზე ესე ჟღერს უფრო პოპულარულად, ასეთი კვალიფიკაციის კოლეგებთან ხდება. ამიტომ ეს იქნება ნამდვილად ის დახმარება, რომელიც დიდი ალბათობით დაეხმარება ჩვენს მოსახლეობას იმ მძიმე ფსიქოტრავმიდან გამოსვლაში, რომელიც შესაძლოა თვითონ მონაწილეების არა, თან დამსწრეების შემთხვევაშიც ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმით. გვაქვს ინფორმაცია, ვინც ვისმენთ, ყველა სტრესში ვართ, ალბათ ამეთ. აბსოლუტურად გეთანხმებით.
შეთანხმებით მინდა გულწრფელად გაგიზიაროთ, რომ მიუხედავად ჩემი პრაქტიკული ცოდნისა, რომ აღარ ვთქვათ ჩემი სამეცნიერო, ასე ვთქვათ, მიმართულების მუშაობისა, მეც მიწევს ჩემ თავზე მუშაობა და მართლაც ჩემ უცხოელ კოლეგებთან კონტაქტი, ვინაიდან თვითონ ვიყავ ჭყალებში ფორმაში, პროფესიულში, იმიტომ რომ თვითონ თუ ვერ მოვახერხეთ დღეს ჩვენ შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება, ჩვენ აბსოლუტურად განწირული ვართ. როგორ შევინარჩუნოთ წონასწორობა, იმიტომ რომ მართლაც აი თულია, ისეთი ვითარება, საშინელებათა ფილმში აღმოჩნდით უცებ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ უბრალოდ მიღება იმ რეალობის რაშიაც ვართ, თვალის გასწორება და არა გაქცევა და არა იგნორირება და ვთქვათ, ეს განწირულია, რა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ფენომენს განდევნა ეწოდა და გარანტირებულად ნევროზული, ანუ კი, ფსიქიკური შფოთვითი მდგომარეობების წინაპირობას ქმნის. პირველი ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე პოზიტიური საკითხების, პოზიტიური ფაქტორების ყურადღების ცენტრში მოქცევა. მოდით ვთქვათ, რომ არასოდეს მოვლენა არ არის ცალმხრივი და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ამ უმძიმესმა განსაცდელმა მოახდინა ერის კონსოლიდაცია. ჩვენ დღეს დავინახეთ ისეთი ძალიან სერიოზული და იმედის მომცემი ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ერისთვის, ისეთი ნაბიჯები, ისეთი თან მასობრივი სანიმუშო ქცევა, რომ არაერთხელ გაჟღერებულა ეს აზრი, არაერთ ტელეეთერში, რომ დღეს ჩვენ ვართ იმედით ახსავსენი, რომ ჩვენი მომავალი თაობა არის იმ ცნობიერების მატარებელი, რომელზედაც დაეყრდნობა ჩვენი მომავალი, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეს არ არის პათეტიკური სიტყვები, ნებისმიერ ჩვენგანს ეს განცდაში გვაქვს, ასე ვთქვათ, მოცემული. და მე მინდა ყველას დიდი მადლობა გამოუცხადო იმ ადამიანებს, ვინც ასეთი მხარდაჭერა, ასეთი ურთიერთდახმარება გამოხატა და ასევე მინდა ალბათ ვთხოვო მოკრძალებით ყველა დანარჩენებს, რომ ასეთ მძიმე ჟამს, თქვათ, ურთიერთდაპირისპირება, რაღაც ისეთი პროტესტის ნოტები, რომლებიც ახსნით, ესეც საინტერესოა. ამ ერთიანობის ფონზე მაინც რაღაცა მოდის, ხო, სოციალური ქსელებიდან დაპირისპირება. გარდა სოციალური ქსელებისა, ისედაც იყო ეპიზოდურად რაღაც ისეთი თემატიკის წინაპლანზე წამოწევა, რომელიც დღევანდელი დღისთვის პირდაპირ, რომ ვთქვათ, მეორე ხარისხოვანი არა, უხერხული და სრულიად დისჰარმონიულად მჟღერია და მე არ მინდა შეგნებულად ახლა ყურადღება გავამახვილო ზოგიერთ ნამდვილად ისეთ შეუფერებელ მასობრივ ქმედებებზე მათ შორის, რომელიც ნამდვილად დღევანდელი აი ნუგეშის აი ამ განწყობის დამრღვევია, იმიტომ რომ დღეს ჭირსა შიგან გამაგრება გმართებს, ვიტყვით კირსა როგორც იტყვიან და ძალიან გჭირდება ურთიერთ შეწევნა, დახმარება, ვისაც რის და არა ერთმანეთისთვის ისევ შეურაცხყოფელი, ან რაღაცა პირადი თემების გაჟღერება, რომელიც შესაძლოა დღევანდელი დივიდენდების თემები გახდეს. სრულიად აუდიტური იყოს დღევანდელი. ქალტონთია, ყველას შეეხო ხო და შეგვეხო ეს მართლა საშინელი ტრაგედია, რაც ჩვენ თავს ხდება და დატრიალდა. და შეეხო ეს ყველაზე ფაქიზ არსებებს, ხო, ჩვენი საზოგადოებისა, ყველაზე დაუცველს შეიძლება ითქვას ამ კუთხით, დაუცველს გულისხმობ, თქვა შინაგანი სამყარო, ბავშვის ფსიქიკა უფრო მგრძნობიარია ყველაფრის მიმართ, ხო? აი ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ, თქვათ, თქვენი ჯგუფი, როგორი არის თუ რაღაც გარკვეული ფორმა ჩვენ მომართული ვართ ასევე ბავშვებთან, ოჯახებთან მუშაობაზე, ეს ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, ჩვენ აქ არ დავიწყებთ ასაკობრივი კრიტერიუმით გარჩევას, ამიტომ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც განიცდის თავს ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში 13 ივნისის მოვლენების შემდეგ თავისუფლად შეუძლია მოგმართოს, კიდევ გავაჟღერებ 214-06-60, ეს ტელეფონი ფუნქციონირებს სწორედ მომართვიანობის დასარეგულირებლად, ჩვენ არ გვინდა რომ იყოს რიგები, არ გვინდა რომ ადამიანებს დამატებითი დისკომფორტი შეუქმნათ, ამიტომ ამ ტელეფონზე დარეკავენ და უკვე ის განრიგი შედგება, რომელიც თითოეულისთვის დახმარების გაწევის საშუალებას. აი გიორგის შეკითხვას რაც შეეხება ბავშვებთან მიმართებით, გავაგრძელებ თუ შეიძლება. დიდებთან მიმართებით
თქვენ თქვით რომ გაქცევა ეს არ არის გამოსავალი და პირიქით უარესია. აი ბავშვების შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, უნდა ავუხსნათ ბავშვებს რაც ხდება, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ისინი მაქსიმალურად დავიცვათ სტრესს. ამ შემთხვევაში ბავშვებთან გვაქვს მოკლედ რომ ვთქვათ ერთი პრინციპული გლობალური მიდგომა, რომ ბავშვებს ჭირდებათ გულწრფელი, ღია საუბარი და ამ შემთხვევაში ფორმა განსაზღვრავს შინაარსი უნდა იქნას მიტანილი და ბავშვებს უნდა ავუხსნათ მათთვის გასაგებ ენაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში, რომ მოხდა ის რაც მთელ დიახ ჩვენი საზოგადოების ასე ვთქვათ ღირსეული დათმენისა და გაძლების შესაძლებელია ძალისხმევად ღირდეს და ამიტომ ბავშვებს უნდა აუხსნათ მაქსიმალურად და რა თქმა უნდა ბავშვების ფსიქიკა ვერ აღიქვამს ასაკიდან გამომდინარე გააჩნია რა ასაკის არის იმ ინფორმაციას რომელიც ნიშნულოვანია რომ დასრულმა მიიღოს აღიქვას გადაამუშავოს და მისი ასიმილირება და ინტეგრაცია მოახდინოს სხვანაირად რო ვთქვათ ამიტომ ბავშვების თვის ინფორმაციის მიწოდება ძალიან არჩევითად არის საჭირო და რა თქმა უნდა ჯობია რომ მშობლებმა მოარიდონ ტელევიზორებს და ალტერნატიული მათთვის ასე ვთქვათ სულიერი საკვების მათი ემოციური ფონის მხარდაჭერის შესაბამისი აქტივობები შეთავაზონ მინდა ვთქვა რომ ეს ორმაგი სარგებლის თემა იქნება იმიტომ რომ ბავშვები ეს ჩვენი ბუნებრივი ფსიქოთერაპიაა და ჩვენ მათთან კონტაქტში მათთან თამაში და ურთიერთობაში ნამდვილად ვიღებთ იმ შეწევნას და დახმარებას რომელიც ჩვენ მძიმე ემოციური ფონის შემსუბუქებას უწყობს ხელს. კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დავსვა მოვასწროთ ქალბატონო პანიკა ვახსენეთ რამდენჯერმე ჩვენი საუბრისას და კიდევ უფრო გაღრმავდა ალბათ და გამძაფრდა ჩვენში ეს პანიკა როდესაც გუშინ მოხდა ის ფაქტი რაც მოხდა ანუ ხეცმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მეც ახლა გულწრფელად გეტყვით დილით 6 საათზე როდესაც ავდექი კერძობინაში ვცხოვრობ და მართლაც მე თვითონ გამიკვირდა რას ვაკეთებდი მაგრამ მოვათვალიერე ეზოკარი სარდაფშიც კი ჩავედი და ისე დავტოვე თითქოს იმედიანად ცოლშვილი და გავაფრთხილე რომ დღეს არ გავუშვას და ადეკვატური ქმედება პანიკისაგან განსხვავებით რისკის გათვალისწინება მხედველობაში მიღება და სიფრთხილის გამოჩენა არის ძალიან პროდუქტიული რომ აღარ ვთქვათ ადეკვატური ქმედება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ საქმის კურსში, ამიტომ გჭირდება ინფორმირება, ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა კონდიციაში ვართ, რომ ჩვენ ვიმოქმედოთ ადეკვატურად. გამოვიჩინოთ შესაბამისი ზომიერებით სიფრთხილე. ის ადამიანები, ვისაც ეუფლება პანიკა და ვერ მართავენ საკუთარ თავს, პრინციპში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საჭიროებენ დახმარებას, იმიტომ რომ ადამიანი მოწოდებულია, რომ მართოს საკუთარი ემოციური მდგომარეობა, მართოს საკუთარი თავი, ყოფაში ასე ვიტყვით ხოლმე და ამისთვის გჭირდება ინფორმირება. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ავირიდოთ პანიკური მდგომარეობა, ამ ხრივ ასეთ მარტივ ფორმულას ვიტყვი, რომ უნდა განსაზღვროს რა არის ჩვენზე დამოკიდებული ამ კონკრეტულ აქტუალურ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, დავადგინოთ ეს საზღვარი, სადამდე ვრცელდება ჩვენი შესაძლებლობები და ამავე საკითხთან დაკავშირებით უნდა ვეცადოთ გავაცნობიეროთ რა არის ის თემები, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული უბრალოდ ვერ არის. ამიტომ აი ეს მიზანშეწონილების პრინციპი და მესაზღვრების დადგენა თვითდახმარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვისაც და იმ ჩართულობისთვის, რომელიც აი წეგანაც თქვით, რომ საზოგადოების ყველა სოციალური ფენა გააერთიანა აი ამ ტრაგედიამ და თქვენს როგორც ფსიქოლოგები ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს საქმეს გააკეთებთ მართლა, ანუ ჩემი ქება ამას მადლობა მინდა უთხრა ჩემს სხვა კოლეგებს, მე ვიცი რომ ყველა მთელი პროფესიული თემი მობილიზდა და ყველას დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ბევრ ადამიანს აღმოუჩენთ დახმარებას და ახლა ალბათ ერთ-ერთი საჭიროება სწორედ ამის იდგას. 2-14-ის 06-ის 60-ზე შეუძლიათ დარეკონ დახმარების სამუშაო დღეებში 10-დან 6-მდე. დიდი მადლობა პროფესორი თეა გოგოტიშვილი საუბრობდა სტუდიაში.